გრძელდება გადაცემა პირდაპირ ეთერში, როგორც დაგვირდით, გადაცემის შემდგომ სტუმრებთან ერთად დავბრუნდით. სიამოვნებით გვინდა წარმოგიდგინოთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ აბულაძე და ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორი ქალბატონი ნინო ჩიხლაძე, დილამშვიდობისა. მადლობა მოგზაურობისთვის. გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. ასევე გილოცავთ. შუა საუკუნეების საგანძური მნიშვნელოვანი ღონისძიება ელოდება საზოგადოებას წინ 10 ივნის 18 საათზე. წარმოდგენილი იქნება წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები. უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ ამ გამოფენის შესახებ. შეიძლება საქმე ის არის რომ ეროვნულ მუზეუმში აი ეს პროექტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, მართლაც ყველას მოგვენატრა უკვე შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების ხილვა ესე ფართოდ და ამ შემთხვევაში გვექნება ამის საშუალება დიდი ხნის განმავლობაში ველოდით, მაგრამ ღირდა ეს ამ მოლოდინეთ, იმიტომ რომ მართლაც საოცარი გამოფენა, რომელიც აერთიანებს მთლიანად ქრისტიანობის მიღების შემდეგ ფაქტობრივად მთელ შემოქმედებით პოტენციალს ქართული სახელმწიფოს, ქართველი ერის იდენტობის ჩამოყალიბების პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა. დაწყებული აი მისი პირველი საწყისი ნაწილი სადაც არის ასე ვთქვათ შეხვედრა ქრისტიანობამდელი და თქვენ თქვით წინაქრისტიანული ფაქტობრივად ერთი ექსპონატია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ექსპონატია და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ექსპონატი სვეტიცხოვლის ტაძრის ვთქვათ ეზოში არის, სწორედ ესეც სიმბოლურია აღმოჩენილი. ეს არის ანტიკური პენალია, საწერი მოწყობილობა, უნიკალური სრულიად და აი ეს მიმანიშნებელი გზამკვლევია მთლიანად აი ამ გამოფენის კონცეფციის, ანუ წიგნობარი, წიგნიერი, ასე ვთქვათ, გააზრებულად, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული სულიერი საქართველოს საუკეთესო ნიმუშებია წარმოდგენილი ხატწერის, კედლის მხატვრობის, ლითონქანდაკებლობის, ქვაზე კვეთილობის, დავათის სტელადან დაწყებული, ხა ყველას მოგეხსენება დავათის სტელა რა მნიშვნელობის არის, ხომ ქართული ანბანის ერთი პირველი, ასე ვთქვათ, არის ნიმუშია, სადაც ქართული ანბანია წარმოდგენილი. გამოფენილი მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლები, ისეთი რომელსაც აი ჩამოთვლითაც ვერ ჩამოთვლი იმდენი და ისეთი მონატრებული ძეგლებია. ნაქარგობის ქართული შუა საუკუნეების ნაქარგობის წინვალე ნიმუშებია სრულიად და რა ვიცი. რაც შეეხება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი რაც წარმოგვიდგენს კონკრეტულად რომელი საუკუნეების ხელნაწერებს ალავერდის ოთხთავი იქნება წარმოდგენილი, როგორც ვიცით და კიდევ რა იქნება? ჩვენი კოლექცია სრულიად უნიკალური ნიმუშებით არის წარმოდგენილი. ეს პირველ რიგში არის ოთხთავები, ალავერდის ოთხთავი. ეს ისეთი ძეგლია, რომ ვერც კი გადავშალეთ და არის ასე ყდით წარმოდგენილი. ყდა უფრო გვიანდელია, თვითონ ხელნაწერი 1054 წელს არის გადაწერილი. ყდაც არის ასევე უნიკალური კომბინირებული, იქ არის წყავი, იქ არის ლითონი, ძვირფასი თვლები, სანაწილეები, მაცხოვრის გამოსახულება. კილოზე აღბეჭდილი ხატი მაცხოვრის. შიგნით არის ის ხელნაწერში. ყდაზე მაცხოვრის ფერწერული გამოსახულება, ოქროთი შარავანდი და ასე შემდეგ. არის მე-10 საუკუნის წყაროს თავის ოთხთავი, 968 წელს გადაწერილი იოანე ოქროპირის ცხოვრება, რომელიც თვითონ ძეგლი პალესტინაშია გადაწერილი ტაოკლარჯეთიდან წასული მოღვაწეების მიერ. ძალიან ცნობილი ვანის ოთხთავი, რომელიც კონსტანტინოპოლში რომანას მონასტერში გადაიწერა თამარის დაკვეთით, სრულიად არაჩვეულებრივი მოხატულობით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზეიმო ხელნაწერია ეგრეთ წოდებული. ამავე პერიოდის შერეული კრებულია წარმოდგენილი, სადაც არის სასულიერო თხზულებებიც და ასტროლოგიური მასალაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ
გარკვეულად სოციალურ დაკვეთასაც გვიჩვენებს და ესეთია სასულიერო თხზულებები, ასტროლოგიური თხზულებები, ისინი ბიზანტიურ მწერლობასთან დაკავშირებული ავტორები არიან. ეს ასტროლოგიური თხზულება კიდე არაბულიდან თარგმნილად არის მიჩნეული და სპარსული მინიატურის ტექნიკით შესრულებული მოხატულობით არის. გელათის კატენებიანი, ანუ კომენტარებიანი ბიბლია, ესეთი სრულიად განსაკუთრებული და უნიკალური ძეგლი ასევე. ისტორიული დოკუმენტი გვაქვს წარმოდგენილი 1712 წლის არის უფრო მოგვიანო ხანის, ეს არის შაჰნავაზ ხანის მიერ გაცემული დოკუმენტი, მოხატული დოკუმენტების სახეობას განეკუთვნება და ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვიცი, ისეთი საოცარი და აი ესეთი უადრესი და ასეთი არც გქონია გატანილი ასეთი საგანძური ჩვენ და ამიტომვე განხვალიერებელი ნახავს იმასაც თუ როგორ იქნებოდა ეს შესაძლებელი და ტექნოლოგია რომელიც კონცეფცია არის ძალიან საინტერესო. აი ალავერდის ოთხთავი არა ვანის ოთხთავის აი ამ ყუთში სადაც არის ეს თვითონ ძეგლი ასეთი გადაშვილი სახით იქვე არის მაგალითად ეს ჭურჭელი რაშიც ოქრომელანი იმიტომ რომ ეს ოქრომელნით ძალიან მდიდრულად ესეთი დეკორირებული ეს არის და იქვე არის წარმოდგენილი მაგალითად აი როდესაც ამ ოქრომელანს დაფარავდნენ ოქრომელნით შემდეგ რითი აპრიალებდნენ იქ რაღაცა ეშვები არის ის ამის აპრიალება აი იქვე არის ნუ არაჩვეულებრივი ნიმუშებია მე-18 საუკუნის მაკრატელი მაგალითად აი როგორია ეს მაკრატელი ესეთი დახვეწილი მაკრატელი გავს თანამედროვეობაში გავს მაგრამ უფრო ლამაზია და ანუ რთული იყო ხო შედევრები შექმნა იმ ხელსაწყობიდან გამომდინარე თუ თქვათ იმ დროისთვის როგორი საბეჭდილება რჩება ეხა დღევანდელი გადაწყვეტით ის რა არის შესაბამისი ან მინდა გითხრათ ისინიც ისეთი საინტერესო მასალებია და ნუ მათ შორის უნდა აღნიშნო აუცილებლად ეს ეგრეთ წოდებული ლაზური ხუფი ეს ცოტა ადრეული ეს არის ხო ეს არის ნივთი რომელიც როგორც აი მასზე თქვათ მეცნიერმა ერმილე მაღრაძემ რომელიც მუშაობს ასე თქვათ ტექნოლოგიური მინანქრის აღდგენის ტექნოლოგიის მიმართულებით და თვითონ ძველი ტექნოლოგიური მინანქრი ქართული მოგეხსენება ქართული ტექნოლოგიური მინანქარი საკმაოდ ცნობილია და აი ამ ნიმუშებზეც ხო აი მან აი მთელი ეს პროექტი შესრულდა ეროვნულ მუზეუმში და ესეც წარმოდგენილია აი როგორ იქმნებოდა ტექნოლოგიური მინანქრის ნიმუშები რის საშუალებით აი რა დანადგარის საშუალებით თვითონ ეს დანადგარიც არის მე იქ ინსტალაცია როგორ აკეთებს თქვა ბატონი ერმილე როგორ აღადგენს მთლიანად აი ამ პროცესს და ამდენად ძალიან საინტერესო გამოფენა ანუ აი ორი მიმართულებით საინტერესო კი ჩამოთვალე ის ნივთები მართლაც კარგად და ესეთი კონცეპტუალურად ძალიან და ძალიან დავინტერესდით გულწრფელად აუცილებლად მე ვფიქრობ არ უნდა გამოტოვოს სრულიად უნიკალური ნივთებია გამოტანილი ის რომელიც მანამდე არ გამოფენილა ასე ან შეიძლება თაობებმა გაიარეს ისე რომ არ უნახავთ ნივთები და ოდესღაც იყო გამოფენილი ახლა უკვე სულ სხვაგვარი და ეს მონეტები რომელიც მოგვითხრობს საქართველოს ისტორიას ამაში ასე აი ამ დასწრას მხოლოდ გამოფენა არა ერთი დღე რამდენად გაგრძელდება გამოფენა რამდენადაც ვიცით ამ ეტაპზე 6 თვის განმავლობაში იქნება მე სულ ცოტა დიახ იმიტომ რომ ძალიან სერიოზული გამოფენა ამისთვის ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდით ბევრი ინსტიტუცია და მოგახსენებათ ეროვნული ასე ვთქვათ ხელნაწერთა ცენტრის არის ჩართული ამას მე მგონია რომ აი მეტიც იქნება მაგრამ ჩვენი გამოვცვლით ხოლმე ხელნაწერებს იმიტომ რომ ამდენი ხნით ზოგიერთ ნახარგობასაც იგივე შეეხება ფაქიზი ნივთებია და ეს ნახარგობის გამოცვლაც მოხდება და აქვე აღნიშნოთ რომ გამოფენას კი ვთქვით მაგრამ გავიმეოროთ დაეთმობა ახალი სივრცე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს რა სიტყვით ამ სივრცის შესახებ რამდენად არის მორგებული ამ გამოფენას ჩვეულებრივი სივრცეა თავისი განათებით დიზაინით სიმყუდროვითაც კი
და იქნება ყველა საშუალება იმისთვის, რომ ჩაუღრმავდე და ძალიან დეტალურად. თანამედროვე მუზეუმისთვის საჭირო აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და თვითონ სივრცეც საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს არ არის აი თქვა აი რასაც მიჩვეული აქვს მუზეუმებში ამფილადური სისტემით რომ მიდიხარ და თქვა აი გადიხარ ერთი ოთახიან მეორეში. არა, აქ როგორც ლაბირინთია ის თითქოს დამალული სივრცე. ალბათ მეთქი შემაგრებს შიგნით რაღაცას იპოვი. მაგალითად ის რესტავრირებული ის რომ არის გარდამოხსნა იქ შიგნით არის და მიხვალ და აღმოაჩენდა პირდაპირ გაუჩნდა გვიანი ულამაზესი რეალობას მოწმებით ჩვენ და თითოეულ ექსპონატს გადაცემის გაკეთება შეიძლება რაც თითოეულ ექსპონატს ძალიან დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს ვინც ორგანიზება გაუწია ამ ყველაფერს ვინც მისა ის ფორმა რა ფორმაც ექნება გამოფენას და თქვენ ბრძანეთ რომ ძალიან საინტერესო რამ გველოდება ჩვენ წინ ძალიან მიხარია რომ ასეთი მნიშვნელოვანი ექსპოზიციების ნახვა შეგვეცდება თანაც გურული იყო ასე ვთქვათ აი რომელმაც გააერთიანეს ახალგაზრდა ქალბატონია და ძალიან ასე ვთქვათ მინდა რომ აი მიულოცო მასა განგებოთ იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი იმუშავა რა თქმა უნდა მთლიანად მთელ კოლექტივთან ერთად უამრავ ვთქვათ კურატორებთან რომლებიც ჩაბმული იყვნენ და აი ბატონი დავით ყველა სანტიმეტრზე ბატონი დავით ფანიკა ხელმძღვანელები ეროვნული ეს არის ხელმძღვანელები იყვნენ სწორედ ისინი ძალიან დიდი მადლობა ჩვენ აუცილებლად მოვალთ და დარწმუნებული ვარ მაყურებელი ძალიან დაინტერესდა და აუცილებლად 6 თვის განმავლობაში 6 თვე დიდი დროა და ყველას ექნება შეიძლება თქვენი საქართველოს უნდა გაგიბედეთ ეს ისეთი გამოცემა ხოლმე და ამიტომ მალევე მოვიდანთ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი ნინო ჩიხლაძე ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი და ქალბატონი თამარა ბულვაძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი საუბრობდნენ სტუდიაში დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც გიორგი მერებაშვილი და ელისაბედ დაბულაძე უძღვებოდით დღევანდელ გადაცემას ბედნიერად კიდევ ერთხელ გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს გილოცავთ მეც და გემშვიდობებით ხვალამდე ნახვამდის ბედნიერ დღეს გისურვებთ